მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. Გამაგდობთ გადაცემათა ციკლს საუბრები პოლიტიკაზე. დღეს გადაცემას მეწაუძღვები სურათ მელექსაშვილი გახლავართ. იცით რა არის ხოლმე შემოხმიანებელი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ, რომ უკეთესია, რომ თქვათ, ანტურაჟით უკეთესი იყოს დაუშვათ, გახლოვანებაც უკეთესი იყოს, ეს ჩვენც გვინდა, მაგრამ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, აი რასაც ვახერხებთ, დაუშვათ აი ეს აი ამას ვახერხებთ, მეც ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ჩვენი ჯიბიდან არ შეგვიძლია აი ამ ორგროს თქვა კიდევ იმისთვის, რომ აი ეს გადაცემები 1000-ში ერთხელ მაინც როგორღაც შევძლოთ და მოგაწოდოთ. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე და გთავაზობთ ხოლმე იმ ხედვას, რომელიც ჩვენეულია და ამაში არ არის გარეული არაფერი თქვა კერძო პირადი ინტერესი, არამედ სწორედაც რომ ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. აი ჩვენს ნაზრებს და ნაკითრალს, რომელიც აი ამ ჩვენი სამშობლოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას უკავშირდება, თუ როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, გადაწყდეს ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, რომელიც თანდათან უფრო მწვავდება და ძაბდება იმის კვალობაზე, რაც ხდება ჩვენს გარემოწმულ სამყაროში, ახლა ჩვენ ერთი არა ვართ ამ დედამიწაზე, ირგვლივ დგას თქვათ უშველებელი გარემოწმვა, ყველას თავისი ინტერესები აქვს და როგორღაც აი ამ ინტერესების უშველებელ აი ამ გორგალში, როგორღაც ჩვენი თავი უნდა ვიპოვოთ და რაღაცა გამოსავალი მოვცემდოთ. დღეს ვისაუბრებთ პოლიტიკური გაერთიანება მცნებელის თავმჯდომარესთან, ბატონ ლაშა გიორგი ლომიძესთან. მოგესალმებით ბატონ ლაშა და კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს ფრენებს და მაყურებელს. დღეს ალბათ ცოტა ესეთი რთული საუბარი გვექნება, იმიტომ რომ უკვე სახეზეა, რომ ფაქტიურად პოლიტიკურ ვექტორს ეს იყო თითქოს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით უკრაინული ასე ვთქვათ კრიზისის აი სულ უკრაინული კი არა ფაქტიურად ეს არის რუსეთისა და დასავლეთის ომი ფაქტიურად უკრაინის ტერიტორიაზე თორე ეკლარებიან რუსსა და უკრაინელს განსაკუთრებული სადაო წესდადებით არაფერი ერთმანეთთან არ გვაქვს ევროპულ ფაშორის რუსსა და ქართველს რუსსა და სომეხს რუსსა და დანარჩენ იმ ასე ვთქვათ ამჟამად დამოუკიდებელი ქვეყნების ქვეყნებს, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და იმის წინ რუსულ იმპერიაშიც შედიოდნენ. მაგრამ არ დგას ახლა ცხოვრება ერთ ადგილას და საიდანაც იღებს ეს პრობლემატიკა სათავეს, ხო? განსაკუთრებით ეს სიმწვავე და სიმძაფრე, ვთქვათ, აი ეს მუხტი შეიძინა ამ ყველაფერმა სწორედ 80-იანი წლების ბოლო პერიოდიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის ამ კოლოსალური მონსტრის, ასე ვთქვათ, დაშლა დაფუძნების საკითხები გადაწყდა, რა თქმა უნდა, ამან ჩვენ ისარგებლეთ მოგვიტანა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა შევიძინეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მინუსიც ახლდა და ახლავს ამ ყველაფერს და ის კონფლიქტები, რომელიც თავს დააწყდა, ვთქვათ, აი ამ წიაღში მხოლ სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, გარკვეულ ჯგუფებს, აი იქიდან იღებს სათავეს, საფუძველი იქ არის, განსაკუთრებით აი 90-90-იანი წლების მიჯნიდან, როდესაც ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ეთნიკური კონფლიქტები, სინამდვილეში წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ ასე ვთქვათ, გახდით გაანგარიშებული სცენარით წავიდა ეს ყველაფერი და თუნდაც რუსეთ-უკრაინის აი ამ დღევანდელ ძალიან ტრაგიკულ და სავალალო დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ, სწორედაც იქიდან მისი ფესვები. და ეს უამრავია სიათასობით ადამიანი, ასე ვთქვათ, ეწყვეტდა სწორედ იმ სიხარბეს, იმ თვალთმაქცობას, რომელსაც ასე ვთქვათ, აი საბჭოთა კავშირის ცხოვრების ბოლო პერიოდი აღინიშნა, როდესაც ვთქვათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ გლობალისტების მიერ, ასე ვთქვათ, ინსპირირებული ძალები, მათ მიერ დაფინანსებული და ის ელიტა, საბჭოთა ელიტა განსაკუთრებით ცენტრალურ, ასე ვთქვათ, ცენტრში, მეტროპოლიაში, როდესაც ასე ვთქვათ, მათ გადაწყვიტეს, რომ აი ეს ქონება, რომელიც მოიპოვეს, აი პარტნომენკლატურა, სტრუქტურების სისტემის წარმომადგენლება, ამისი ლეგალიზების საკითხი დადგა დღის წესრიგში და სხვანაირად ეს შეუძლებელი იყო, არ გამოდიოდა, თუკი თქვათ, არ შეიცვლებოდა არსებული წესწყობილება, სისტემა, ანუ ის მონაგარი, ის დოლარი, რომელიც 10 წლების განმავლობაში წინარე პერიოდიდან, ასე ვთქვათ, რაც იყო, ასე ვთქვათ, შემორჩენილი, არ გადაინაცვლებდა ამ ბატონების ჯიბეებში, ხო? აი ამას ფაქტიურად შეწირეს, ახლა ეს არ იყო წმინდა რუსული, ასე ვთქვათ, მოვლენა,
ზოგი ხელს კონკრეტულად რუსეთისკენ, რუსობისკენ იშვერს და თვითონ რუსეთი არის პირველი და თურმეა დაზარალებული ამ საკითხებში, რადგან საკუთრივ რუსეთი, რუსობა, რომელმაც ფაქტიურად თავის სახელმწიფოზე კონტროლი არსებითად დაკარგა და თუ კი დაკარგა კონტროლი თავის ასე ვთქვათ სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობაზე, დაკარგა კონტროლი გარემომცველ ასე ვთქვათ სიტუაციებზეც. აი საქართველოსთან დაკავშირებით თუ კი ვიტყვით ორიოდე სიტყვით, ხო? როდესაც ჩამოვიდნენ მათი ანალიტიკოსები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები თავის დროზე, საუკუნეების წინ და ნახეს ასე ვთქვათ სიტუაცია, ეს იყო პატარა ქვეყანა, თუნდაც დაგუცმაცებული პერიოდისთვის, ძალიან სავალალო მდგომარეობაში, გააკეთეს თავისთავად ხადია ბუნებრივი ანალიზი, თუ რა გამოდნებოდა დაუშვათ აი ამ პატარა საქართველოს სიტუაცია, ხო, რომელიც საქართველოს აღარ იყო პერიოდისთვის, ანუ ფაქტიურად სამთავროებად, სამეურნეობად, რაღაცა სამფლობელოებად დაგუცმაცებული, ასე ვთქვათ, ძალიან სავალალო მდგომარეობაში, ზნეობრივად დაცემული, მორალურად განადგურებული, ფიზიკურად განადგურების ზღვარზე მყოფი, ასე ვთქვათ, ქვეყანა იყო, რომ აქედან ფაქტიურად სარგებელი იმ გაგებით და იმ დროინდელი, ასე ვთქვათ, მოცემულობით, ამ ქვეყნისგან ბევრი არაფერი გამოდნებოდა, ვთქვათ, ეკონომიკური და პირიქით სარჩენი და სავალალო ექნებოდა თავშესაცემი ექნებოდა იმპერიას, თუ კი ასე ვთქვათ, ეს ტერიტორია მათ შეუერთდებოდა თუ რაღაცა ფორმით იქ მოხდებოდა ინტეგრირება, ოღონდ მისი გეოპოლიტიკური განზომილება იყო ფასდაუდებელი, რომელიც ასე ვთქვათ, ყველა დანახარს და ყველა დანაკარგს, ასე ვთქვათ, არანაცვალებდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნა გაანგარიშებული, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა, ეს ეხებოდა იმ არეალს, რომელშიც ვთქვათ, აი ამ დიდ რუსულ მომავალში, დიდ რუსულ იმპერიას უნდა ეფუნქციონირა. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმოდა იმ საკუთარ პერიოდში, როდესაც ხალხი მოკლდეს, მათ შორის უწინარესად რუსეთში ხშირად გავიგონებიან, დღესაც ფათაშორის არ არის წარსულ ჩაბარებული მომენტი, როდესაც დღესაც გაიგებ და მაშინ განსაკუთრებით, რომ ხვაწით კარმიც, უკაცრავად ვთქვათ, არა ასე ვთქვათ, ჩვენ სცენაზე არ მომოკვდით, რომ ასე ამბობენ ისინი. ხვაწით კარმიც, ასე ვთქვათ, ეწი რესპუბლიკი, ხო? ეს იყო საგანგებო შემოგდებული ვარიანტი, ახლა ჩვენ არ შეგვიძლია უთხრათ იმათ, ვინც ამდაგვარად ასე ვთქვათ, ამზადებდა ამ საზოგადოებას საკუთრივ რუსეთში, რომ კი ბატონო, თითქოს ეს აღარავინ არჩევს ამ რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, მაგრამ ახლა მისი რჩენა უხდება რუსეთს, ომის რჩენა უხდება რუსეთს და რომელიც მხოლოდ ასე ვთქვათ, ფინანსური დანახარჯებზე კი არ არის, ასე ვთქვათ, ფინანსური დანახარჯებს კი არ უკავშირდება, არამედ უამრავი ათასობით, 10,000-ობით და 100,000-ობით, ასე ვთქვათ, რუსის სიცოცხლის ფასი უჯდება. მილიონზე მეტია. ნუ, ზუსტად 100,000-ობით ვამბობ, იმიტომ რომ ზუსტი ციფრი 100,000-ობით ნამდვილად. და დანარჩენი რაც არის, ასე ვთქვათ, უფალმა ასე ვთქვათ, განუსვენოს როგორც ერთი მხარის, ასევე მეორე მხარის, ასე ვთქვათ, იმ სრულად უდანაშაულო ადამიანებს, რომელიც გეოპოლიტიკური, ვთქვათ, ამ გადანაწილების და აი ამ წინააღმდეგობების კვალობაზე, რომელიც არაფერ შუაში სინამდვილეში ამ საქმესთან არ არიან, ფაქტიურად ისინი პირველი მსხვერპლი არიან ამ ყველაფრისა. ბევრი მომივიდა შესავლის სახით, მაგრამ პატრონაჟი აი ამ კონკრეტულ თემასთან მინდა ვთქვათ, აი თუნდაც რუსულ-ქართულ ურთიერთობების კონტექსტში რის თქმა შეგიძლიათ, აი ეს ვექტორი ჩემი აზრით, ფაქტიურად იქიდან დავიწყეთ საუბარი, იცვლება, აშკარად ცვლის არსებული ხელისუფლება თითქოს აი ამ მრავალ ვექტორულ მათ მიერ გაცხადებულ, ასე ვთქვათ, აი ამ პოლიტიკას და ისევ აქცენტს სწორედ იმ ძალებს აკეთებს და აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო იმავე ჰენრი კისინჯერის გამონათქვამი, რომ ძალიან ცუდია და უბედურებაა, როდესაც სახელმწიფო მტრულად არის განწყობილი, რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ იმ სახელმწიფოსთვის მტრულად არის განწყობილი, მაგრამ სასიკვდილოა მასთან მეგობრობა. ეს თვითონ ჰენრი კისინჯერის ასე ვთქვათ გამონათქვამია, ეს ჩვენ არ მოვიგონებია. ახლა ასეთი გიგანტური ფიგურა, ვთქვათ, თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ბევრი არ მოიძებნება, რომელსაც დაეჯერება და ჩვენ ვიცვნიეთ ფაქტიურად, ხო ამ ბოლო პერიოდში ვიცვნიეთ. როგორ გონიათ ეს გამალებული, გახშირებული ვიზიტები და ეგრე გაცხადებაც გააკეთეს საბოლოო ჯამში ამერიკის საერთაშორისო გამოვლით, ასე ვთქვათ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომ ვთქვათ, მათ შორის ოპოზიციასაც მოუწოდებს, რომ აი თქვენ უნდა შესულიყავით, ამდაგვარად მოხდა ეს გაცხადებული, რომ უნდა შესულიყავით პარლამენტში და უნდა თქვენ წარმომადგენლობდნენ
წარმომადგენლობა ვინც მოხდეს ხმა ვთქვათ აი ამ ერის მნიშვნელობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია მათ ხმა უნდა ყოფილიყავით პარლამენტში ან მოუწოდეს რომ როგორც ჩანს ეს ყველაფერი აი ესე უბრალოდ არ მოხდა რა სიტყვით ამ თემასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ დავიწყოთ ჩემი საუბარი იმასთან დაკავშირებით რაც ეკავშირდება ჩვენ სამეზობლოს კერძოდ რუსეთს მე პირდაპირ მოგვარდა ქართველებო და გეტყვით რომ არც ერთ ქართველს დარწმუნებული ვარ არ ეს სიამოვნება არ სიამოვნებს რომ აფხაზეთი ჩათვლილი არის არა ქართულ მიწასთან და აფხაზი ჩათვლილია არა ქართველად ასევე არის სიამოვნება რომ წარმოვიდგინოთ ღმერთმა დაგვეპაროს კახეთმა ცალკე გამოაცხადოს სახელმწიფოებრიობა და გამიჯნოს თავისთავი ქართულ ეთნოსისგან ზოგად ქართველობისგან ეს ეხება დანარჩენ კუთხეებსაც აღარ გავახსენებ ქართველი კაცი პირველ ყოვლისა თავისი წამსიდან გამომდინარე არის საიმართლის მოყვარული და ჩვენ ეს გრძნობა რომელიც თითქოს კი არა და ვათქვათ ყველა რომ გამონელდა ჩვენ სულებში და გულებში რატო ვამბობ ამას აქ არ არსებობს უკრაინა და უკრაინელი ეთნოს ეს არის რუსი ეთნოსი ხარს უშო დიდი რუსეთი რომელიც ასევე წმინდა რუსეთის სახელით არის ცნობილი მცირე რუსეთი იგივე მალდარასია ეს არის აი ეს ტერიტორია კიევის რუსეთი რომელიც მე სამეფო სამთავროების შემდეგ განიცოდა შემდგომ ისევ გაერთიანდა მოსკოვის რუსეთში და არის თეთრი რუსეთი იგივე ბელარუსი ამ გაგებით რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს სამოქალაქო ომთან რუს ეომება ერთი გვარების კონფლიქტი დიახ აქედან გამომდინარე ორივე მხრიდან ორივე დაპირისპირებულ ან ძალაშორის დიდ რუსეთსა და მცირე რუსეთს შორის აუარება მსხვერპლია უკვე ზუსტად იმ გეოპოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით განხორციელებული რუსეთის თავს და დანარჩენი მსოფლიოს დასანახად რომ ჩვენ უნდა ბატონობდეთ თქვენ 2 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა ძმათან პრობლემა აი ამ კონფლიქტი ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის რომ მათ თავიანთ გეოსტრატეგიულ მიზანს მიაღწიონ ეს რა მიზანი გაბატონდნენ თელს დედამიწაზე პირდაპირ ვაცხადებ ეს არის სიონისტების ეს არის იმ სოფლიო უხილავი და დღევანდელ დღეს უკვე ყველასთვის ხილული და ნათელი ძალა მარტივად ანტიქრისტიანული ძალა რომელიც თავისი იდეოლოგიით, თავისი ეკონომიკური, ფინანსური, ბეხრეკი მანქანებით ბატონობს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს კარი შენებული და არათუ თითოეულ ქვეყანაში თითოეული ოჯახების კარები აქვს შენგრეული და შემოჯლიგინებულია. მარტივად თითოეული ადამიანის სულში შემოაღწია იმ ანტიქრისტიანულმა, ანტიადამიანულმა ცნობიერებამ, აზროვნებამ, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერს და პირველ ყოვლისა კაცს, ადამიანს. ეხლა რაც ხდება ჩვენ სამეზობლოში, ის მერე ისახება განაჩენ სოფლიოში. დიახ, მე არ შემიძლია ხაზი გაუსვით ბატონო ზურაბ იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის მოხელეები კვლავ როგორც იტყვია საქართველოს და თითქოს და დამთხბარი ენით ესაუბრებიან, მაგრამ ამაში ჩვენ ამაზე ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ, ვინაიდან ეს ადამიანები არიან ძალიან დიდი მზაკვრები
აი ეს ჯგუფია ეს ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ეს სახელმწიფო და რას ხდება? ხედავთ ისინი ცდილობენ ტრამპისტული ამერიკა, აი ეგრეთ ჩავთვალოთ, ესეთი დეფინიცია განსაზღვრება მივცეთ, ცდილობს კვლავ აღიდგინოს საქართველოში ის საყრდენები, რომელიც თავისი უგვარი, თავისი არათანმიმდევრული და ანტიქართული პოლიტიკის გატარების შედეგად მიიღო და დაიმსახურა ქართლის მხრიდან დამოკიდებულება, შესაბამისი და ჯეროვანი დამოკიდებულება. და ვხედავთ, რომ თითქოს უნდა მოხდეს გადატვირთვა ამ ურთიერთობების, ამას აცხადებს ჩვენი პრემიერის ბატონ კობახიძეც და ამ ფონზე, როდესაც აი აქ ჩვენ სამეზობლოში სომხეთს გულისხმობ, აქ იკრიბება ერთგვარი ჰაბი ანტირუსული, ანტირუსული, რუსული ხობიური სომხეთთან დაკავშირებით ცალკე ისაუბრებ. ხო, აი ამ პერიოდში ხდება ის, რომ ესენი ამერიკის სახელმწიფო დილნის აპარატის მაღალ თანამდებობრივი მოხელეები არა უბრალოდ ჩვენს მთავრობას ხდებიან, არამედ ვიზიტს აკეთებენ ხოის საგვარეულოებრივ მართლმადიდებლური ეკლესიის, დედა ეკლესიის იმ მაღალ სამართავ ადგილას, სადაც ჩვენი ეკლესიაში ჩვენი წესთავები იკრიბებიან და ისინი წვეტენ თავიანთ საქმეს. გულისხმობს საპატრიარქოში კი შევიდა. როგორ დავიჯერო ანგლიკანურ, ბაპტისტურ და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი იქ არსებულ სექტების წარმომადგენლები, რომლებსაც წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები და მათი მოხელეები, ეხლა მართლმადიდებლობისკენ მოქცევისთვის არიან მოზრდებულები და ამიტომ შევიდნენ საპატრიარქოში. რა თქმა უნდა, არა. აქ არის პირდაპირ გზავნილი იმისა, რომ მოკლედ უნდა გადავიტვირთოთ და თქვენ აბა მართლმადიდებელო მაღალო სასულიერო იერარქია მან ცოტა ფრთხილად იყავით. თორე ჩვენ ერთი წამით ეხლა ეს საუბარი ჩვენი დღევანდელი შეხვედრა განპირობებულია ყოველ შემთხვევაში ჩიმისადმი. ერთ-ერთი მიზნით ეს შესავალი ნაწილი იყო და ამ შესავალ ნაწილში არ შემეძლია არ ვთქვა, რომ ჩვენ ისეთი ორგანიზაცია ისკრებული ვართ, რომელიც არავისგან არ ფინანსდება და საკმაოდ ვიჭირს ინტენსიურად აი ვიდეო გოლების მოწოდება და ჩვენი ჩვენი მოსაზრებების საკითხებთან დაკავშირებული გაზიარება აი ძალიან პრობლემატურია. მაგრამ ეხლა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზეზი ჩემი მხრიდან და ჩვენი მხრიდან არის შემდეგი, რომ რაც ამ 2-3 დღის წინ მოხდა. დაკავებული იქნა აი ეს შესავალი ნაწილი იყო ხასუსო და აყავეს ბრალდებით, ჯაშუშობის ბრალდებით საზოგადო მოღვაწე სახელმწიფოებრივი ღვაწლისთვის თავისი შეგნებული ცხოვრებია, რა გავლილი აქვს კაცს და ემსახურება ქართულ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს ასეთი ადამიანი ზულფასი ქართველი არ დავმალავდა ჩემი მეგობარი ჩვენი მეგობარი ბატონი გულბაძე ჯაშუშობის ღალატით ადამიანი რომელიც დღენია და თავისი მოღვაწეობით უსაფუთებდა დანარჩენ ზოგადად ქართველობას და ქვეყანას, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის, მისი ნორმალიზების გარეშე ჩვენი ბედი არის ჩვენი ბედის წერა უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ აღარ ვიქნებით საქართველოში. საქართველოს ტერიტორია კი იქნება, მაგრამ ასე გაგზელების შემთხვევაში საქართველოს არა უბრალოდ სახელმწიფოებრიობა ჩამოგვეშლება, უბრალოდ ქართველი ეთნოსი გავკრებით. და რომ გავკრებით ეს თავისი აღსაყრების მეორე დღესვე თუ იმ დღესვე
ჩვენმა პატრიარქმა უწმიდესმა შიო მესამემ თავის მაღალი ამბიონიდან, ეკლესიის ამბიონიდან გააკეთა განცხადება, რომ ძალზე სულ დღეშია დემოგრაფიული ქართული ერის დემოგრაფიული მდგომარეობა, კატასტროფაა და ამისთვის მოუწოდა ოჯახებს, წყვილებს, ორი და მეტი შვილის გაჩენას და მთავრობას თხოვა, რომ აკრძალეთო კანონით აიგზავნოსო დიახ. და ამაზე პასუხი მე აღარაფერი აღარ მაგვირგვებს, ეს იყო ესე იგი ცინიკური დამოკიდებულება იმ პატრიარქის მიმართ, რომელი პატრიარქს აღსაკვირების ინტრონიზაციის დღესაც ესენი იქ იდგნენ. ესმით? ჩვენ დასანახად. ესე იგი, რომ ქრისტიანი მართლმადიდებლები ვართ, მოსულე ბრევლის წევრი ვართო. აი, ცინიკური დამოკიდებულება რა. მეტია არ შემიძლია. ეხლა უბრუნდები გულბაც ხილაძის მოვაცნობას. ეს ადამიანი ხო? ყველა ძალიან ბევრი ადამიანს უსმენ ეხლა მე ჩვენ სამეგობროს იმ სამეგობროში გულისხმობ იმ ადამიანებს თავისი პარტიებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციებით, იგივე რასაც ქვია კერძო პირების, ჟურნალისტების, ბლოგერების, ყველა ჩანაწეს ვადებრებს და სხვათა შორის ყველა უმრავლესობა, უნდა ვთქვა, აზრი გაუშვა იმას, რომ გულბართ ხილაძე პირდაპირ და მეც მომიწევს გამეორება. ღიად ამბობდა თავის პოზიციას, არასდროს არ მალავდა და გავიხსენებ ევრაზიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რასაც იგივე მეორენაირად არასამთავრობო ორგანიზაცია ქვია, შექმნილია წლების წინ, 10 წლების წინ და მიშას რეჟიმის დროსაც იგივე პოზიციას მიშას რეჟიმის დროსაც არაერთხელ გამოხატავდა გულბაათი, გუგა, ჩემი ძვირფასი მეგობარი, თავის ამ პოზიციას ხმა მაღლა და მიხეილ სააკაშვილს ας უკვე პატიმარს და თავის იმას ორგანის სხვა რაღაცა მეორე და მესამე ხარისხოვან და დანაშაულებებზე რომ იხდის სასჯელს. აი ეს ამ ადამიანს იჯაკებს საქმეს გულისხმობ, ამ ადამიანსაც არ გასჩენია, როდესაც ეს ადამიანი აწყობდა ესეთ თოქ-შოუებს, არ მიყვარს ეს არაკართული უცხოო სიტყვები, მაგრამ მედიაში დაამკვიდრეს არაკართული ტერმინები, შემოიტანეს ბარბარიზმი და ასე შემდეგ, მარტივად ხდება ენის წალეყვა და ეს სწორედაც დაიწყო მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც მან ენის პალატა რომ აკრძალა და დღეს რომ ხოი საკვირველობა ინგლისურად ლაპარაკობს თუ კაცი ქართულად რო ვეღარ გაიგებ, მოკლედ აღნიშნე. იმ დროსაც კი მიხეილ სააკაშვილი როდესაც აი ამ მართლას სპექტაკლებს დგავდა, ჯაშუშებს, რუსეთის ჯაშუშებს აკავებდა და ჯაშუშო მამია რო ქონდა ატეხილი, რომ თავისი რეჟიმი გაემყარებინა, რა ტერორში ამყოფებდა ქართულობას და მთლიან საქართველოში ცხოვრებს უბრალო ადამიანებს, ოღონდაც მისი ინტერესებს არავინ არ შეეხებოდა, კარგად მოგეხსენება ჩემო კარგებო და აი იმ პერიოდშიც კი ამ ჯაშუშო მამიების დროს, როცა პირდაპირ რუსს დაუწყო ომი, სამდღიანი ომი და ის სამარცხვინო რაღაცები ჩაიდინეს და ამის გამო ძალიან დამზარავდნენ ჩვენ, იმ დროსაც კი ამ პატივცემულს ჭყალებში აი ამ დიქტატორს და მართლაც მწარვალ აი ამ დიახ ამ პიროვნებას დღესო ერთ ადგილას არის მოსვენებული მისი ენერგიები ამბობენ რა ქვია რომ აი ეს დაახლოების პროცესის ერთ-ერთი ასე ვთქვათ სეგმენტი ისიც არის რომ თურმე ამ პატივცემულის თქვენ მიერ დასახელებული პატივცემული ბატონის
ასე ვთქვათ, გამოხსნასაც აპირებდნენ მისი პატრონი. ხო. და იმ პერიოდშიც კი ეს ვაჟბატონი არ შეხებია და არ შეხებია გულბაათ ცხილაძეს. იმიტომ რომ ხმამაღლა საჯარო რუსი ჩვენ არაფერი არ გვეშველება ვერანაირ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს საქართველოს ვერ გადაწყვეტს ომით თუ რუსთან არ დაიწყეს ჯერ ურთიერთობა დიპლომატიური საუბარი და შესაბამისად გარკვეული შეთანხმებები არ მიაღწია და რუსთან საუბარი არ უნდა მოხდეს მესამე პირის ეს ევროპისა და თუ ამერიკის თუ მე რა ვიცი სხვების რა ქვია პატრონაჟის ქვეშ. იმიტომ რომ რუსეთსა და საქართველოს და ქართლს და რუსს სასაუბრო და სიახლოვე და ახლობლობა უფრო მეტი აქვს ვინმე დანარჩენებს ჩემო კარგი. უფრო და მე ამიტომ ვერ და ეხლა რა ხდება? ეხლა ხდება ის რომ მე უკავშირებ იმ სახელმწიფო მდივნის მაღალჩინოსანი მოხელეების ჩამოსვლა საქართველოში რიტორიკის შესვლა ჩვენი პრემიერის მხრიდან იმის შემდეგ, როდესაც სომხეთში იქ ზელენსკის ხელი ჩამოართვა, მერე იმის შემდეგ, როდესაც გააცხადა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა კობახიძემ, რომ დიახო, უნდა მოხდეს, რომ გადატვირთვაო ეს ინიციატივა ეთმობა ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი იერარქიდან მოდის, ამერიკმა პასუხი არ დააყრონეს, დიახ უნდა მოხდესო, იგივე განაცხადა ჩვენი პარლამენტის საგანმანათლებლო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირმა ბატონმა პაპუაშვილმა, გადატვირთვა უნდა მოხდეს ამერიკასთან, დიახო, ახალი ფურცლით უნდა დავიწყოთ და ხოგეულებით კიდევ ნაბიჯი საპატრიარქოში შესვლა, ვიზიტი საპატრიარქოში ამ მოხელეებისა და ცოტა გადის ცოტა ხანი და ამ დროს ხედავთ აკავებენ ჯაშუშობის მუხლით გულბაათ ცხილაძეს ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორს ხელმძღვანელს დამფუძნებელს ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის არასამთავრობო მეორენაირად სოფია ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ჯაში და მასთან ერთად კიდევ მიეღუეზე და ესე იგი დააკავეს ჟურნალისტი ერთ-ერთი ჟურნალისტი დიახ ჩიხლაძე აი ეს არის ყოვლად მიუღებელი რამ როდესაც სახელმწიფო უშიშროების მაღალთანამდებობრივი ოფიცერი სულ რამოდენიმე ხნის წინ მე მგონი 4 თვეც არ არის გასული სუსის იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ოფიცერი სუსის შენობის წინ მანქანაში მოგული ნახეს თითქოს ამ ოფიცერმა თავი მოიკრა. მე ამაზე მქონდა საუბარი, ეს ეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს, იმ ფინანსურ რაღაც ინსინუაციებს, რომელიც საშუალებითაც ხდება ზემოქმედება მართლაც აგენტურაზე, ბედასავლეთელების კოლექტიური დასავლეთის აი ამ მედია საშუალებების, რომლებიც ფონდებიდან იკვებებიან, დასავლეთიდან ღებულობენ გრანტებს, ამ ფინანსური გამოკვლევების შედეგად იქნა აი როდესაც ატეხილი იყო აი ამ მაგათ მიმართ რომ ხელის გადააქნება იცით რომ საკანონმდებლო ნორმატიული აქტიც მიიღო მთავრობამ რომელიც უბრალოდ რეპრესიულ ზომებს არა მაგრამ საზოგადოებამ იცოდეს რომ სვისგან რამდენს სად და მერე რომ მიიღებ დაფინანსებულები და მერე რაში იხარჯებო გამჭვირვალობა რუსული კანონი ხო და ეს იყო რუსული კანონი აი ამ ფონზე ხედავთ რომ ესე იგი რა ვითომ თავს იკლავს მაღალჩინოსანი ოფიცერი ამას ინუძღოდა ბრიტანეთის იმპერიის მხრიდან ესე იგი სანქციის დადება სახელმწიფო ქართულოცნების ტელევიზიებზე სახელმწიფო ტელევიზიებზე იმედი ქვია ტელევიზიას ნუ მე არ ვუყურო იმედი პოზიტივზე ყავდა და ასე შემდეგ დასანქცირება და რუსეთ ბრალდება და კიდევ ბრიტანეთი იყო სწორედაც როდესაც ბრიტანეთის ელჩი და ევროკავშირის უშუალო ელჩი გერმანიის ელჩი კოლექტიურად რო უჭერდნენ გადატრიალების
მცდელობას საქართველოში და იმ უბედურების დატრიალებას, რაც ჩვენ 90-იან წლებში გავიარეთ, უცბად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შედეგად, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შედეგად, აი ასეთი იმაში რო იყო მთელი კოლექტიური დასავლეთი და მთელი დიპკორპუსი ევროკავშირისა და ბრიტანეთის განსაკუთრებით და კიდე გამოიკვეთა ისრაელის სპეცსამსახურის და ისრაელის სახელმწიფოს დიდი ინტერესი ამიერკავკასიაში სომეხ აზერბაიჯანთან ომის დროს ირანს დაპირისპირებული ისრაელის და ირანის ამერიკის შეერთებული შტატების ეს ერთთვენახევრიანი ეგრეთ წოდებული ომი, მაგრამ ის ომი სხვადასხვა არ გაჩერებულა გრძელდება და ჩვენი საქართველო, ჩვენი ბედყრული ქვეყანა, ჩვენი გაჭირვებაში და დღეს როგორც ხომ საქართველოში ქართველი და საქართველოში მოსახლეობა კარგად რომ ვიცით რა. აი ამ საქართველოს გამოყენება რუსულს ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ და აქ რომ ტრანზიტი უნდა ყოფილიყო, თვითონ პრემიერი საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირისა და ამერიკის გაღიზიანება მათი ხელისუფლების, ქართული ოცნების ხელისუფლების მეუღლებლობა სწორედაც იმიტომ იყო, იქიდან იყო გამომდინარე, რომ ამ ხელისუფლებამ უარი უთხრა რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ ომში ჩაბმას. და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ნაბიჯი იქნა გადადგმული ამერიკიდან, აქაც გადატვირთვისთვის განტევების ვაცი მოძებნეს გულბარს ხილვაძე. და გრიფის საიდუმლო გაადეს ეს უკანასკნელი, გაასაიდუმლოეს ადვოკატს მის ვეკილს, ვინც იცავს გულბარს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, ის უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა და სასამართლო პროცესით, სასამართლოს ხდომას ჩაატარებენ დახურებად. თან კიდევ საკვირველება, არ იძახიან რომელი ქვეყნის იმიტომ რომ სუსის მაღალჩინოსანის განცხადებაში პირდაპირ იყო უდანაშაულობის პრეზუმპციის ნორმები დარღვეული. მან თქვა, რომ დამნაშავეა. გეგონება სუსის თანამშრომელი, თუნდაც მაღალჩინოსანი იყოს მოსამართლე. სანამ სასამართლო არ გამოიტანს ვერდიქტს, ხო? ეს არის უხეში დარღვევა უდანაშაულობის პრეზუმპციის. მაგრამ თვითონ 12 ტომი, რომელი ტომებიც მათ თურმე შეუდგენიათ, 12 ტომი, ხო, ერთი ტომი ხო არა, ერთი ფურცელის ხო არა, რა. ესე იგი, უკავშირდება გულბარს ხილაძის მარტო საქმიანობას, კავშირებს და ასე შემდეგ. ეს ადამიანი, როგორც ჩვენ, ადამიანი მოღვაწეობს ამ ასპარეზზე. ყოველგვარი დამალვის, დაფარვის და ასე ვთქვათ, რაღაცა გასაიდუმლოების გარეშე. როდესაც აქვს ადამიანს პოზიცია და მის ორგანიზაციას, არ მხოლოდ ერთ კაცს, არამედ მთელ ორგანიზაციას აქვს კონკრეტული პოზიცია თემასთან დაკავშირებით, ჯერეთი ბატონ გულბარს, რომელიც არ იყო სახელმწიფო ჩინოსანი. არასდროს არ ყოფილა. მას არ ქონდა და ვერანაირად ვერ ექნებოდა, ასე ვთქვათ, წვდომა გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციებზე, ხო? პიროვნულად. და როდესაც ამ ყველაფერს შენ აქცევ, ესე იგი, გამოძიების სტრუქტურა, ამ ბრალდების სტრუქტურა და გამოძიების სტრუქტურა აქცევს, ასე ვთქვათ, გრიფის საიდუმლოს, ასე ვთქვათ, ქვეშ, ძალიან სერიოზული კითხვები წარმოიქმნება ამ დროს, ხო? ანუ ჩვენ ნახეთ ასეთივე ტიპის დაჭერები გარკვეული პერიოდით ადრე. ერთი პიროვნება იყო, ასე ვთქვათ, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ასე ვთქვათ, აყვანილი. ბატონ სიმონ კელაძეზე ბრძანეთ? წინააღმდეგ ხელისუფლება არა, აი ახლა, რამოდენიმე
წინ, 1-2 თვის წინ ალბათ. ხოლო ცოტა ხნის ამის შემდეგ, ცოტა ხნის ასე ვთქვათ, გარკვეული პერიოდის შემდგომ დააპატიმრეს, მათ შორის ოცნებასთან ინტეგრირებული, საკმაოდ ღრმად ინტეგრირებული, ასე ვთქვათ, პიროვნება, რომელსაც ამ შემთხვევაში ეკავა გარკვეული სახელმწიფოებრივი, ასე ვთქვათ, პოსტი, ჟურნალისტი, ბატონი გიორგი უძილაური, ხო? და იყო, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი რეზონანსი და ინტერესი, რომ არ იყო ბატონი გიორგი უძილაური ერთი დაბალული ფიგურა, ის ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისი და სრულიად ახალგაზრდა ასაკიდან იყო ინტეგრირებული პოლიტიკურ სისტემაში, იყო ფაქტიურად ჟურნალისტი, წამყვანი ჟურნალისტი იყო თავის დროზე, საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი იყო, არც ახლა თქვა ძალიან ასაკოვანი, მაგრამ მაშინ თვალთქმართული კაცი იყო და რა თქმა უნდა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, კაცო, რომელიც ასე შემტკბარი იყო ხელისუფლებასთან, რომელიც ასე თქვა, რომელსაც თავზე ხელს უსვამდნენ და ებერებოდნენ და თქვათ დაჯგუფების ასე ვთქვათ წევრი იყო გარკვეული სამხილებიდან გამომდინარე ფაქტიურად სახელმწიფომ გაასაჯაროვა ასე ვთქვათ კადრები, როდესაც ამ ადამიანს აქვს გარკვეული კონტაქტი იმ წარმომადგენლებთან, რომლებთანაც აი ვთქვათ ამ ინფორმაციის დათვლით თუ აღარ მიცემობით იყო დაკავებული. ამ შემთხვევაში რატომ დაედო ვთქვათ რა სამხილებია? თუ კი წარმოვიდგენთ იმას, ჩვენ იმას რომ დავუშვათ გარკვეულ ასე ვთქვათ ვითარებასთან გვაქვს კავშირი, როდესაც უფრთხილდებიან უფრო მათი შეხედულებით უფრო ასე ვთქვათ მსხვილი ღლავების გამოჭერისათვის, მაშინ ჯერ გაერკვიათ, ჯერ ჩამოყალიბებულიყვნენ, ჯერ მთელი ეს ქსელი, როგორც თავადამობენ, აი ამ ასე ვთქვათ სისტემაში მოქცეული ადამიანებისა, მაშინ გამოევლინათ და მაშინ ხო უფრო მეტად იქნებოდა სამხილები წარმოდგენილი, თუნდაც იმავე ბატონ გულბათ ცხილაძის მიერ. ამდაგვარი არაფერი არ გვაქვს. რატომ დაედო გრიფიცაიდულო ყველაფერს? თუ ასე აშკარაა ყველაფერი, თუ ასეთი ასე ვთქვათ პრომის საქმიანობით იყო დაკავებული და ბატონი დიდარაძე ყოფილი შეფე უშუალოდ და ამჟამად კურატორი ამ გენერალ-მაიორი ბატონი ასე ვთქვათ რაგვარია დიდარაძე, ესე იგი გვიდასტურებს, რომ მეო განვაცხადეო, ჩვენ განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტიურად ჩვენო აი ამ ჩვენს თერს საჭერზე უკეთ ყვავს გარკვეული პიროვნებები გავაფრთხილეთ და მაინც არ შეწყვიტაოთ ბატონმა ამ შემთხვევაში გულბაათმა და ბატონმა ჩიხლაძემ მაინც არ შეწყვიტეს ეს თავისი ეგრეთ წოდებული ძირგამოფრთხილი საქმიანობა. რაში გამომდინარეობს ძირგამოფრთხილი საქმიანობა? რატომ არ გვეუბნებიან? სად არის ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ბატონი უძილაურის შემთხვევაში გასაჯაროვდა? სად არის გარკვეული სამხილები, რომლის გამოისობითაც თქვათ სახელმწიფოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ბატონი ცხილაძე და ბატონი ჩიხლაძე ასე ვთქვათ პატიმრობაში აიყვანეს. რატომ გაასაიდუმლოეს პირიქით იმის მაგიო, რომ გასაჯაროვებული იყო, თუ კი მართლა რაიმე შესაბამისი ასე ვთქვათ არგუმენტები გააჩნია. ეს ძალიან სერიოზულ კითხვებს წარმოქმნის და ეს არ უკავშირდება მხოლოდ ამ ორი პიროვნების, როგორც ასეთი პიროვნების თემატიკას. ეს ძალიან შორცილდება თვითონ აი ამ პიროვნულ მოტივაციას და ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ დაფიქრების საშუალებას იძლევა დანარჩენი საზოგადოებისათვის, რომლებიც თვლიან, რომ აი გადაწყვეტილებებს, რომელსაც თუ კი ეს გინდოდათ ბატონებო, თუ კი თქვენ მაინც უნდა ჩაყოლოდით ამ თამაში, თუ კი თქვენ მაინც სუვერენიტეტზე უნდა გეტყვათ უარი, თუ კი ესე ამ ოპოზიციასთან ერთად ტელეეკრანებზე უნდა გებწყინათ, რომ თქვენი ასე ვთქვათ სიკარგე გამოგეჩინათ ამ ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ გამყიდველი ოპოზიციონერებთან შედარებით, როგორც თქვენ უწოდებთ ამ ოპოზიციონერებს თავად და რომლის წინააღმდეგადაც შეიტანეთ ასე ვთქვათ მთელი საგამოძიებო კომისია მუშაობდა და ჩვენ დღე-დღეზე ველოდებოდით ამ ადამიანების თუ ამ პოლიტიკური ასე ვთქვათ დაჯგუფებების გასამართლებას.
ეს ადამიანები თქვენ ისევ ტელეეკრანებთან ასე თქვა დასვით და ამათება ეკრანით ის. რომლებსაც თავად უწოდეს ხროვა, ლიბერასტიც უწოდეს და ასე შემდეგ, ეპიტეტები შეარს. თან კიდევ ისევ იმათ თვლიან ოპოზიცია და რეალურად ვინც მართლაც ჭეშმარიტად ქართულ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, ის მართლაც თუ მეტალს ოპოზიციონერად არ თვლი ბატონო ზურაბ. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ თავობას და ზოგადად აი ამ წინარის და ასე შემდეგ არ ვეთანხმები პოლიტიკურად. მიღებულ იმ სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ საკითხებში. მაგრამ მე იმ ოპოზიციას თავს არ ვთვლი, მაგრამ რეალურად სიტყვა ოპოზიცია არ სიამოვნებს. მე ამაში ცოტა სხვა რაღაცას ვთვლი. მე ვარ იმ პოლიტიკის გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ემსახურება საქართველოში ქართველების განულებას. მე ჩემი მთელი მოღვაწეობი, ჩვენი ორგანიზაცია, იგივე როგორც ბატონი ბულბათი, ცხილაძე და მრავალი ჩვენი მეგობარი ემსახურება საქართველოში ქართველი ერის სახელმწიფოებრივ ამ ინტერესის გატარებას. აქედან გამომდინარე, ეს რაც თქვენ ბრძანეთ, ბატონო ზურაბ, პირდაპირ თვალნათლად აჩვენებს ამ ხელისუფლების რეალურ სახეს. მას ჩვენ არ დაუძახებთ. ესა რატომ არ გვეძახიან? ხო უნდა დაიწყოს ლეგიტიმური კითხვა, ხო არის ეს უკანასკნელი ლეგიტიმური კითხვა. იმიტომ, რომ ჩვენთან ეს პატივცემულები იქნებიან უხერხემლო მდგომარეობაში ჩაყენებული. იმიტომ, რომ ჩვენთან მას სათქმელი, ვინც მართლაც ქართულ ეროვნულ ინტერესებს ხომაგობს და ვიცავთ და მარტივად ქართულ ერთან მათ დასმულ კითხვებს, მათ მიმართ დასმული კითხვების ისინი ვერ გასცემენ. ამიტომ ურჩევნიათ, ამიტომ ურჩევნიათ უკვე დისკრედიტირებული, უკვე რომელიც წყალს უნდა გაეტანათ და დროს უნდა გაიგოთ ეს ისა, მაგრამ ციტრა ვერ ხედავ. მე ადრეც მithქვავს, ჩემო კარგებო, ამ ჩვენს საუბრებისას, რომ ქართული ოცნებაში პორტირებული ნაცხროვის წევრები არიან. ეხლა თქვენ ბრძანეთ ბატონ გენერალ-მაიორ დინარაძეს. პორტირებული ნაციონალური მოძრაობისგან გახლავთ ქართულ ოცნებაში. და ასეთი მრავლად არის. 2/3-ზე მეტი ქართულ ოცნების წევრები არიან ამ პარტიიდან, ნაცხროვიდან. და მეთოდიკა ერთ-ერთზე არის გამეორებული. როდესაც ამ ხელისუფალს, ამ მთავრობას გაუჭირდა ძველი ნაცადი მეთოდი და ხერხი ამუშავებს ტერორის, ცილისწამების. ეხლა სასამართლო ხელისუფლება რომ საქართველოში დამოუკიდებელი არ არის, ყველას კარგად მოგწონს. როგორც მინდო სათანადო დონეზე არ დგას. ხო. და სხვათა შორის იმას გეტყვით, რომ არ განარჩენ რომელიმე ქვეყანაში. არც რუსეთში, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც ბრიტანეთში. არცად, იმიტომ რომ მარტივად ჩვენ რის გამო არიან ჩვენთან საუბრისას დიალოგი რომ მიმდინარეობს, რომ შედგეს უხერხემლო მდგომარეობის ჩაყენებული. იმით რომ მარტივად არსებული ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში იქნება რუსეთი, ბრიტანეთი და ასე შემდეგ კოლექტიური დასავლეთი, ეს არის კაპიტალისტურ წესყოფილებაზე, ტაცებლური ბუნებაზე აგებული პოლიტიკური მოწყობა, სახელმწიფოებრივი, რომლის დროსაც უბრალო ადამიანს არაფრის უფლება არ აქვს. ჩამორთმეულია ეს უკანასკნელი. წყვეტს მდიდარი. გესმით? ხარს უსვავ ქართველებო რომ გაიგოთ. აქ ტერიბ რუსი კი არ არის, ან თურქი კი არ არის, ან ბრიტანეთი კი არ არის. ისევ შენი ქართველია. ეს ოლიგარქი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის დაქცევის შედეგად
ჩვენ მიერ შექმნილი დოვლათი ჯიბეში ჩაიდო კურდბაცაცები ხართ თქვენ ოლიგარქებო მარტივად მილიონებო და მილიარდერებო იმათან ვერაფერი გააცნეს სხვათა შორის ამ ოლიგარქებთან ხო გამოვიდა ფასის დაწევაზე როი ჩვენ ხო არ ვიგონებთ ამ ყველაფერს რა გამოვიდა ახალი წლის წინა დღეებში ბატონი კობახიძე პრემიერ-მინისტრი და შემდეგი განცხადება გააკეთა რომ ძალიან მძიმე პირთად აწევს ასე ვთქვათ ჩვენ საზოგადოებას აი ეს სოციალური სიდუხჭირის ერთ-ერთი თავწყარო არის ვთქვათ აი ეს სიძვირე და სადღაც 80%-ით შემოტანილი საქონელი სანამ ასე ვთქვათ სადღაც 80%-ზე ეს ხო თავად თქვა და ჩვენ ყველა ინსტრუმენტების გამოყენებით მათ შორის უსაფრთხოების სისტემის ასე ვთქვათ ჩაფრიდა სხვათა შორის უსაფრთხოების სამსახურს ევალება აუცილებლად მონიტორინგი კონტროლი ეს კონტროლი ევალება რომ არ მოხდეს საბოტაჟი არ მოხდეს საზოგადოების ასე ვთქვათ აი ესეთი სიმძიმეში ყოფნა ამ ყველაფრის ასე ვთქვათ განეიტრანება გარკვეულწილად ხო და შემდეგში რა მივიდეთ შეიქმნა ასე ვთქვათ არაფრის თქმელი კომისია რომელმაც შემდგომ სრულად საპირისპირო დასკვნები გამოვიტანეს იმიტომ რომ შეეშინდათ საბოტაჟის და პირწმინდად წააგეს და დამარცხდნენ აი ამ ასე ვთქვათ ოლიგარქებზე აი ამ ოლიგარქებთან ასე ქართული სიტყვა მელეხი კი ბატონო პირწმინდად დამარცხდნენ რა ქვია აი ამ ოლიგარქთან ბრძოლაში და მე ისრები ისევ ჩვენზე საზოგადოებაზე გამოვიტანეს კიდევ ერთი რამ მინდა ასე ვთქვათ გამიხსენო ბატონო გულბაათთან და აი ამ დაჭერებთან დაკავშირებით ხო თავად ბატონი კობახიძე ბატონი პაკუაშვილი და საკმაოდ საპატიცემულო პიროვნებები ხელისუფლების მაღალი ასე ვთქვათ ეშელონები და დღენია და აი სულ ცოტა ხნისი სულ ერთი ორი ამას ერთი პირაც არ იქნება გასული რაც ასე ვთქვათ საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით ბოლო საუბარი იყო რომ სულ საუბრები მიდის ვინმე ბატონ კანდელაკთან გიორგი კანდელაკთან დაკავშირებით ბატონი ცნობ კანდელაკი არის ცნობილი თავად სპორტსმენი და არა სხვა კანდელაკის ნაცმოძრაობის კანდელაკია საუბარი გადახსენებ ისევ ახალგაზრდა ნაცმოძრაობაში რო ახალგაზრდა რომელიც ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილ ასე ვთქვათ ბატონ ჯო ვილსონთან და იმ გილდიასთან ასე ვთქვათ აი ამ სუხე სატანისტების გილდიასთან პირდაპირ ეთერში საჯარო და არაპირველად არამედ გაგრძობითად მარტივე სიტყვებით მოგახსენებ ჩემზე არ ვსაუბრობ ხო ეგეთი სიტყვები იხმარა დიახ რომ ეს არის ორჯო თუ ვინმეს უნდა წარმოიდგინოს ორჯო ნიკიძე ვინ იყო და რას ეს არის გიორგი კანდელაკი აი ეს არის ბატონი გიორგი კანდელაკი ხო ასე იყო საუბარი კაცო ხო არაფერი დამინატებია და თუ კი ბატონმა კანდელაკმა მანამდე წინარე შემთხვევებში ეს ეხებოდა ასე ვთქვათ თუნდაც ელენე ხოშტარიას ქალბატონ გაურს ქალბატონ ხოშტარიას იქ ვინმე საბანაძეს თუ საბანაძეს გვარდაკას აღიქვამსობს ბატონ ჩხიკვაძეს კინწურაშვილოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ლონჯარიას და სხვა ლონჯარიას ბოკერია და მისი კნეინა არ დაგავიწყდეთ ბატონო ზურა კი ბატონო როდესაც ამ ადამიანებზეა საუბარი რომელიც ჩვენ თვალწინ და ასევე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტ ყოფილი ეს რა ქვია ქალბატონი ხო რომელიც ისე გადის და სალომეა ხო ქალბატონი სალომე თავისი ლეგიტიმაციით თუ წყალებში თავისთავად ცხადია ფაქტიურად ასე ვთქვათ დაძრწია მშიერი ასე ვთქვათ მშიერი ტურებით დაძრწია და დღენია და ღალატობენ ასე ვთქვათ ქვეყანა საჯაროდ ყველას დასანახად და დაბრძანდებიან უცხოეთის საელჩოებში შავი ასე ვთქვათ ლიმუზინები და შავი ასე ვთქვათ ჯიპებით შედიან იქ რომ შედიან ბატონ გულბაძე რომ ასე ვთქვათ ბრძანებს რომ ფულს იღებდაო და მე რიანაწილებდაო ესენი ფულს არ იღებენ დაუშვათ აქციების რო გიწყობდა და პოლიციელები რო დაგიწვეს გადატრიალება ლამის პარლამენტში რო ეს ფული არ იყო გაკეთებული გულბაძე ცხილაძემ რომელი გადატრიალების ორგანიზება მოიხდინათ რაში მდგომარეობდა გულბაძის ღალატი ჩვენ არ ვიცით არ ამბობთ თქვენ და საჯაროდ რასაც თქვენ ვესაუბრობთ მე ამათ ისე უჯდებით არათუ არა პატიმრეთ მე არავის დაჭერა 5 წელი ვიჯექი ციხეში და კარგად ვიცი ბატონო ზურა ერთი რეფრენი რა ერთი რემატა ნამუშ ჯუნესტო
თბილისურად ვიტყვი. ხო და სომეხი ძმები გამიგებენ ასე თბილისელვაცის მნიშვნელობა ამ სიტყვების. ახლა ჩვენ ასე ვთქვათ, როგორ დაგიჯეროთ, კაცო, თქვენ უწრფელობას როგორ ვეთქვათ ბატონებო, რომ ასე ვთქვათ, ბატონი გულბაათი და არ ვიცნობ ახლა ამიტომ ვერ ვსაუბრობ. ჩიხლაძეზე უბრალოდ ბატონი გულბაათი შეხვედრილი ვარ, გადაკვეთილი ვარ. ბატონი, გულისა, ჩემი ძმა მეგობრის გულბაათ სკილაძის კონფერენციებზე, იმიტომ რომ ერთობლივი და არ ადამიანთან არავითარი არც კი მქონდა გაგებული ამ პიროვნების თაობაზე. უახლო ჩემი ისა მინუსია ურავის გაცარი. გულბაათსა განსხვავებით. მოიცა როგორ რატომ გადაუგდეთ ესე იგი საჯიჯგნად იმათ, იმიტომ რომ ასე დაგავალეს რომ თქვენი ლეგიტიმაციისთვის თუ თქვენი აღიარებისთვის თუ მოიცა უკან დავიხიეთ ამ სუვერენიტეტისთვის ვიბრძვით და ეგრე ომი არ გვიდა. იგივე შედეგზე არ გამიყვანე. თუ არ დაგაწყებინეს თავში ეს ომი და თუ მედგრად დაუდგეთ, თქვენ კი არა, ერი დაუდგა მედგრად, თორე იქიდან ჩამოხსნიდნენ ეგრე ამდენი ძალა იმათ კი გააჩნიათ. და ახლა თქვენ ისევ ამ ხალხზე ამ ხალხის წარმომადგენლობაზე დიდად იძიოთ შური. 35 თბილისიდან 35 კილომეტრში დგას რუსის სამხედრო შენაერთები, ტანკები მარტო. სამხედრო ტექნიკა. თუ ვინმეს გონია, რომ ასე თქვა, ჩვენ აი ადამიანები, ვინც მართლა ამ ქვეყნის ტკივილით ცხოვრობ, ამ ქვეყნის ჭირვარავით ცხოვრობ. ფაქტიურად ადამიანები, რომლებმაც დაავკარგეთ, შეგნებულად, ვინმეს კი არ დაუვალებია, ვინმეს ძალა კი არ დაუტანებია, ჩვენ შეგნებულად, ჩვენს კარიერაზე, ჩვენს სამომავლო პერსპექტივებზე, ასე ვთქვათ, ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე და ბევრ სხვა ბენეფიტზე, ცხოვრებისეულზე, რაც ჩვენივე შრომით ჰქონდა მოპოვებული, უკან მოვიტოვეთ ეს ყველაფერი და სიდუხჭირეში, გასაჭირში, ასე ვთქვათ, პატიმრობისთვის, უბედურებისთვის, ნახევრად მშიერ მდგომარეობისთვის გავწირეთ თავი. ისევ ჩვენ გვიჭერთ და ისევ ჩვენ გვასამართლებთ. ეს, რა ვიცი, როდემდე შეიძლება ეს სპეკულირება და პარაზიტირება დაუშვათ ამ ეროვნული იდეალებით და მამული ენას არწმუნოებას ამოფარებით და ასე ვთქვათ, ეკლესიას ამოფარებით და იუბილეებს ამოფარებით და განსვენებულ ჩვენ უწმინდესა და უნეტარესის ავტორიტეტს ამოფარებაზე და ახალი ჩვენი უწმინდესი პატრიარქის შიო მესამის ასე ვთქვათ, სრულად პატიმცემული და ღირსეული ადამიანის ზურგს უკან ამოფარებაზე. როდემდე შეიძლება ეგ? არც 17 მაისია თქვენი მოწყობილი. ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ოჯახის სიწმინდის დღე პატრიარქის ჩვენი უწმინდესი საყვარელი ილიას მიერ შემოგებული დღე იყო დიახ თქვენთან თქვენ აი ლიბერალური ფთის თავდასაცავად რომ ქართველებმა დაიხოს თავისი ოჯახი და თავისი ეროვნული უთვლილება. მაყურებელთან ალბათ მაყურებელს შეიძლება დიდად არ სიამოვნებს ჩვენი გაცხარება, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია. ეს ნამეტანია. გავწირეთ შიმშილისთვის, გავწირეთ სიდუხჭირისთვის, აბსოლუტურად ასე ვთქვათ, მართლაც ჩაგვეცხეთ. მარტო სააკაშვილის არ ეხება მის ხელისუფლებას. ზუსტად იგივე პოლიტიკას ახორციელებს ამ თემატიკასთან დაკავშირებით. რო ჩაგვეცხადა იგივე პოლიტიკას უახორციელებს, რატომ არ ახადგინებ? ბატონო ირაკლი, მოგმართავთ თქვენი, ბატონო პრემიერო. როგორც პროფესორი, როგორც მეცნიერი, კაცი, ბატონო პრემიერო კობახიძეს ვწუხარ, გულისხმობ, არის უზადო იურისტი, შესანიშნავი ლექტორი და თავად იგრძელი და თავის თავზე წვნიერ, როდესაც ჯავახიშვილის ჩვენი დედაო უნივერსიტეტის კედლებში რომ მოგიწყეს აი ამ ნაცხრობის მიერ გონება დაბინდული სტუდენტების დემარში და თქვენ შეწყვიტეთ სალექტორო მოღვაწეობა. აი თქვენ, როდესაც ბატონი ჯაბა სამუშია არის დღეს მადლობა ღმერთს რა, რომ ჯაბა სამუშია რექტორია, მაგრამ ლექციას არ აკითხებთ. უნივერსიტეტში ისე მოაწყო ამ წინარე ხელისუფლებამ ფაკულტეტებზე კომისრები ყავთ ამ ნაცხრობას, ამ ლიბერალებს, სრულიად სიტყვის მნიშვნელობით.
რატომ არ იზრუნეთ? სახელმწიფო ყველა ბერკეტი რომ გაგაჩნიათ, საკანონმდებლო ხელისუფლება თქვენ ხელშია, უმრავლესობა აითხართ ხელისუფლებაში. თქვენ ახართ სამთავრობო პოლიტიკური ძალა. რატომ არ მიიღეთ ნორმატიული შესაბამისი აქტები და არ აღადგინეთ სამართლიანობა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში? რატო არ დააბრუნეთ ის ლექტორები? ის ლექტორები რომ დაბრუნებულიყვნენ ბატონო ირაკლი, აი ამ დებას თქვენ თავზე რომ წვნიეთ, იმ და სულ მოწამლული სტუდენტები, რომელსაც სული მოუწამლეს, არ ვიხილავდით. არ ვიხილავდით, ვინაიდან ის ადამიანები, ვინც მართლაც ემსახურება ქართულ ეროვნულ სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ცნობიერებას, ის ლექტორები იქ რომ ყოფილიყვნენ, ასე twins ვერ გამოურეცხავდნენ ამ ახალგაზრდა თაობას. რა თქმა უნდა. იცით რა ქვიან, ალბათ ძებს აღარ გავაგრძელებთ საკმაოდ ვისაუბრეთ. ერთი რამე შემიძლია კიდევ დავამბობ, არ შემიძლია რა. ეს არის პირდაპირ გადასვლა თქვენი მხრიდან, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, კოლეგებს გულისხმობ, იმიტომ რომ პოლიტიკაში ხართ. რომ ამ გადადგმული ნაბიჯით იმ მეთოდების გამოყენებით და ხერხებით, რაც წინარე ხელისუფლებას ქონდა ჩვენს მიმართ, საქართველოს მიმართ და ქართველი ერის მიმართ, არ გამოყენა. ვერ დააგვატოებთ, ვერ დაატერორებთ ქართულ ოჯახებს, ქართულ ცნობიერებას, ვერ შეგვიშინოთ, ვერ გადაგადგმევთ შეშინებულებმა რომ უარი თქვა ჩვენ ერას. ასევე ვერ უბრალოდ აქ ერთი ფაქტორია არავის შემიძლია არ აღმოჩნდა, რომ გულბაც ცხილაძის ოჯახი, მისი მამა დამსახურებული საზოგადო პოლიტიკური ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, აი ეს ერთ-ერთი უზრდებელი იყო ბატონი ვიქტორ ცხილაძე და ის დღეს არის სიმსივნე, აი ბოლოს მიჯაჭვური სულთმოძავი და სიბერეში გერმანისტია სხვათა შორის ფილოსოფოსი და ამ ასაკში, როდესაც უკვე მას უკვე ვინაიდან აი ეს გუგასთან მქონდა საუბრები, როდესაც მოვიკითხავდი მშობლებს დედას ჯანმრთელობას მოვიკითხავდი, მითხრა და რომ ამ ასაკშიც კი, როდესაც სულ სიცოცხლის აი ეს უთარგმნია და თარგმნია შილე კლასიკოსი, რომ ამით ესე იგი მე ის თქმა მინდა რომ ეს ადამიანი თავის დროზე და ეს ოჯახი უშიშროების და ბატონი ვიქტორი დააპატიმრებული იქნა იმ დისიდენტებთან ერთად ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, დავთვალ დირიმნაძესთან იმ პერიოდში და იქ რო ტერორი შეეძლო საბჭოთა ნომენკლატურას და მის რეპრესიულ აპარატს, რასაც შეკადა KGB ერქვა, მაშინ იყო აბა ის ზალა რა ქვია, სპეცსამსახურში. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეხლა ეს ამ ოჯახისთვის, ცხილაძეების ოჯახისთვის, უცხო არ არის, მაგრამ არ არის სასიამოვნო შემოკარგებო. დაფიქრდით თქვენ. თქვენს ხელისუფლებაში ვიწყართ. ამ შემთხვევაში ბატონი პრემიერის ჩვენი ძვირფასი ქართული კაცის მე არ ვარ, პიტა არ ვარ, პირველი არა. მამამისთან ბოლოსთან დისიდენტი კი არა, ეროვნული მოძრაობის მის ეს ოჯახი ბატონი ირაკლი ყობახიძის ოჯახი ასევე ეროვნული ოჯახია, ეროვნული მოძრაობიდან. ბატონი გიორგი ყობახიძე ერთ-ერთი თვალსაჩინო ეროვნული მოღვაწე გახდათ. ნუ მართალია გიორგი ჭაკურიას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ლიდერი იყო და ასევე ძალიან და მთელი ოჯახი არის ეროვნული, ქართული კაცო და მე გაკვირვებული ვარ ჩემო კარგებო რა. გაკვირვებული ვარ, რომ
როგორ შეიძლება აი ესეთ გქონდეს ადგილი მე არ მინდა რომ დავიჭერო რაც ჩვენ თავს ხდება მაგრამ ფაქტია ხო მე ფაქტია და ისია ჩვენი საქმე აი რა ქვია და დასასრულის და საქართველოს ვარ იცით რა არის ქართველები ვარ ჩემო კარგებო და ხო დასასრულისკენ წავიდე მე იმიტომ მინდა ესე თქვა რომ ერთის ხრი მე რო ბრაზდები რაღაცა ცუდი საქციელის გამო ბრაზდები ჩემო კარგებო ღმერთმა დამიფაროს უფალმა ჩვენმა მას შევთხო დამიფაროს სიზურვილის მე ბრაზდები კაცის ცუდი საქციე და უსამართლობაზე გამიგე აღშფოთდები თორე კაცი არ ძულს გესმით ვის რას უსვავ ხას მე და ვის სულ გამოცვლილი იგივე ხოშტალია იგივე ბოკერია იგივე კანდიდატი და ის მართლაც დასავლეთის ჯაშუში აგენტურა გონსმო სულიყო და დაბრუნებული ყოს ღმერთის სიაში თუ პირველი მე არ გადავიხვი და ამბავდა აი მაგას დაინახავთ მაგრამ ვის უნდა ვის მინდა ისედაც დაპატარავებული დაწყებული საქართველოში ვინ ყავს ჩვენ ვის ყავს შვილი დასაკარი ჩემო ბატონი ჯანსუღი ცხონებული ჩვენი ბატონი ჯანსუღ ჯარკვიანი სასიკადულო პოეტი და მოღვაწე საქართველოს შენ ვიგნოცა შვილი დასაკარი ეგ მხოლოდ ფიზიკურად გარდაცვალებაზე კი ჩვენ დასაკარგი არავინ არ აქვს კაცო ხელი საგოგმანები და სალოლიავებელი ყავს თითოეული გახსოვთ რა ქვია ლაშა ბატონი ვერაკოსტავა სიტყვები რომ დრო დადგება სანთლით საძებარი გაბეხდება ქართველებს და ქართველობას ერთმანეთიო ბატონო ირაკლი ბატონო შალვა ბატონო პრემიერო ბატონო თავმჯდომარე პარლამენტის საკანონმდებლო ხელისუფლების თავმჯდომარეს მოგმართავთ ბატონო ბალაშავი ზადა რა ქვია გადახედეთ შეისწავლეთ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანეთ მე ქართველი კაცი ვარ და გულუბრყვილობაში შეიძლება ჩამომართვა ჩემო ძვირფასობსმენელობო და მაყურებელობო მაგრამ მე ყოველთვის მინდა კაცი დავინახო კარგი და მე მჯერა რომ ეს კარგი არსებობს აი ამ ბატონებს რომლებსაც მე ვიმართე აიყვანეთ კონტროლზე გადახედეთ შეისწავლეთ და თქვენი ობიექტურობის მაინც იმედი გვექნება რა უნდა ეხლა ისი არ გამოვიდეს რომ როგორც რა უნდა მეც ადამიანი ვარ და შეიძლება შეუცდარი კიდე ვამბობ არვა და არც რომელიმე თქვენ გაგ შეიძლება ასე თქვა ჩვენი სუბიექტური ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე რაღაცა სუბიექტური წარმოდგენები გქონდეს თუმცა ძალიან რთულად სარწმუნებელია ის ფაქტი რომ ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომი და რეპრესიებ გამოვლილი ადამიანის ოჯახში და კაცმა რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული მოძრაობისა მის ოჯახში გაიზარდა სამშობლოს მოღალატე შვილი ჯაშუში უცხოეთში ასე და ისე რომ გავაკეთებთ რა ქვია რომ მართლა ბოლომდე ჩავწივლოთ და დიდი ილიას თმისა არ იყოს იქიდან კნავით სათქვენის მაგნით ხაფანგებს ქვეშე დამწუდეული ვართ ხო არ შეიძლება ასე ეს არ არის ნორმალური ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა და ნურც იმას წარმოვიდგეთ რომ მხოლოდ ჩვენ ვიცით ყველაფერი და სხვა ასე ვთქვათ ყველა ან დუშმანია ან მტერია ან მოღალატეა ან უიცია და უმეცარია აი და ახლა მეტი არაფერი დარჩენია თუ არა შეუერთეთ თქვა ბატონი ლაშას აი ამ სურვილს მოწოდებას რომ აიყვანეთ რეალურად კონტროლზე ეს პროცესი ეს არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ასე ვთქვათ აქ დიდი ხათაბალაგველის ჩემო კარგების ეს ძალიან დიდი ტკივილების ასე ვთქვათ მომგვრალი შეიძლება იყოს ეს სწორედაც აი ამ ორიენტაციის საკითხებს უკავშირდება პოლიტიკური ორიენტაციას გულისხმობ თავისთავად ხადია კარგი ცოტა ემოციური გამოდგა ასე ვთქვათ ჩვენი დღევანდელი ასე ვთქვათ ეთერი მიმართვა ჩვენ საზოგადოებასთან მაგრამ მაღალი ღმერთია მოწამე ეს და არ უკავშირდებოდა ეს ბატონი გულბაძს და არა იმდენად ბატონ გულბაძს რამდენადაც აი ამ ჩვენი ერის სახვალიო და სამომავლო
სიტუაციებს, ემოციებისთვის ბოდიში მოგვიხსენებია, მაგრამ სხვანაირადაც ალბათ ქართველები ვართ ემოციური ხალხი. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად წარდგებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.